ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 7 სოფელში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ადგილობრივებისთვის ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებით სირთულეებსა და ხარჯებს ქმნის. სოფლებში მცხოვრები ათეულობით ოჯახი გათბობისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის კვლავ შეშაზეა დამოკიდებული. მათი თქმით, შეშის შეძენა მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბუნებრივი აირი 26 წელში იქნება, 2025-ში იქნება, მაგრამ არა. პირდებიან, მაგრამ არ არის ბუნებრივი აირი. ზოგადად საჭირო ოჯახისთვის, დიასახლებისთვის განსაკუთრებით. შეშა გვაქვს სამთრისთვის, შეშას ვყიდულობთ, ეს შეშაც გაძვირა, რა თქმა უნდა. ამას პლუს კიდე ტყეით შეხება რა, გაზის ბუნებრივი აირი სულ სხვა. სოფელში ტყე შენაჩურდება, ტყე პარკი გაშენდება, უფრო უკეთესია. რატომ არ აქვს დღემდე ბუნებრივი აირი? რა ვიცი, აბა, პირდებიან, მაგრამ არა და არ აკეთებს არავინ არა. დაპირება იყო, ხო? დაპირება იყო ძალიან, მე რაც მახსოვს, რაც მოცული ვარ, კი პირდებათ. მოვალ წელს იქნება, ამ წელს იქნება, იმ წელს იქნება, მაგრამ არაფერი არა. დაპირება და რჩება და დანარჩენი всё. ძალიან კარგი იქნება რომ ეს შეშა ცოტა იყოს შეღავათიან ფასებში. ეს მარტო ხელა პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი არ არის რომ შეშა იყიდოს მაგალითად. ხო და როცა გაზი იქნება ცოტა თავისუფლად ამოვისუნთქავთ რა. ალბათ გაითვალისწინებენ, ალბათ დააჩქარებენ, რომ ჩვენი სოფელსაც ეღირსოს ამ კინათის თემს ეს შეღავათება გაზის სარგებლობის. მოსახლეობას გაზქურის გამოყენებისთვის საჭირო გაზის ბალონების შევსებაც ქალაქში უწევს, რაც მათი თქმით დამატებით ხარჯებთან და გადაადგილების პრობლემებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივების განცხადებით, გაზიფიცირების შესახებ დაპირებებს ისინი განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში ხშირად ისმენენ, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ქრება. 2024-ში დამთავრებული იყო და ეს ყველაფერი გაზი, მაგრამ არ შემოსულა ჯერ კიდე არ ვიცით როის შემოვა და როის გაკეთდება, მე აფერს არ ამობს, რომ ვიცოდეთ ჩვენ. ახლა რომ არ გაქვს ბუნებრივი აირი, რაზე ხართ დამოკიდებული? ბალონები მიგვაქვს და გასწენით და ბალონები და შეშა. ფეჩებს ვამთობ და რა ვქნათ ახლა, ასეა და შეერი საჭმელი უნდა გააკეთო. შეერი ხომ არ იქნება, აბანო გააცხელო. რატომ ვერ შესულდა ეს დაპირება? რა ვიცი, რა გითხრა ახლა, თავრობის საკითხია და 2024-ში დამთავრებული იყო კლად. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ სტრუბები, ჯერ დაწყებას არ აქვს ჯერ და ვინმე რამეს არ ამბობს. მთელი თემი არის ბუნებრივი აირის გარეშე. იგივე სიტუაცია არის ხელვაჩაურის რაიონში უმეტეს შემთხვევაში. ეს არის საუბარი 1 წელია, 2 წელია და არის დაპირებები. ახლა რომ ვიკითხეთ როგორ არის სიტუაცია, გაკეთდა ნახაზიო და დაიწყება ამაზე მუშაობა. და ხალხი ელოდება ამას. და რა ვიცი, ნახოთ როგორ გაკეთდება, როდის გაკეთდება. მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გაზიფიცირება. ადგილობრივები ხელისუფლებისგან კონკრეტულ ვადებსა და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.